ოცნება საზოგადოებას რუსეთის აგენტობის ბრალდებით დაკავებულს უმალავს თამაზ გოლოევის ხდომა რეჟიმმა არათუ დახურა, არამედ დარბაზის კარის ფანჯრებსაც კი მუყაო ააკრა. ახალგაზრდა კაცს ადვოკატი არ ჰყავს, მედიასთან მხოლოდ ამავე საქმეზე ძებნილი ორი პირის ინტერესების დამცველმა ისაუბრა. თუმცა მას გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. პროცესი საქალაქოში მოსალოდნელი შედეგით დასრულდა, რუსეთის ჯაშუშობისთვის ბრალდებულ თამაზ გოლოევს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ახალგორელმა კაცმა ხდომაზე განცხადება გააკეთა, რა თქვა მან, თუმცა ბახუტაშვილი გვერდდება საქალაქოდან. სუსის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა 27 წლის თამაზ გოლოევმა დღევანდელს ხდომაზე, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების საქმე იხილებოდა დუმილი, დაარღვია და სასამართლოს საკუთარი პოზიცია გაუზიარა, თუმცა ჩვენთვის ამ პოზიციის შინაარსი არის უცნობი, არ ვიცით აღიარებს თუ არა ბრალს დაკავებული პირი და რა პოზიცია გაუზიარა მან სასამართლოს, იქიდან გამომდინარე, რომ ხდომა არის დახურული და ის მიმდინარეობდა განსაკუთრებული უსაფრთხოების ნორმების დაცვით, პოზიციები არის უცნობი, მხარეებს მოწერილი აქვთ ხელი გაუთქმელობაზე შესაბამისად დეტალების გამხელა ჩვენთვის უჭირთ პროკურატურას კომენტარი დღევანდელ ხდომასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, ხოლო ადვოკატი, რომელიც იცავს ორ პირს, რომლებზეც საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება და არ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, დეტალების გამხელისგან თავს იკავებს სწორედ გაუთქმელობაზე ხელწერილის შესაბამისად. ცნობილია ჩვენთვის, რომ პატიმრობა შეეფარდა თამაზ გოლოევს, სწორედ ეს იყო პროკურატურის შუამდგომლობაც, ის ითხოვდა გოლოევის წინააღმდეგ უმკაცრეს აღკვეთის ღონისძიებამ, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. მტკიცებულებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. არსებობს ზოგადად მტკიცებულება. ვერ მოგახსენებთ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერანაირ ინფორმაციას. დაკავებულ პირს ყავდა უფლებადამცველი, იცავდა ამასთან დაკავშირებით. დაკავებულ პირს ადვოკატი პროცესი არ ყოლია. რატომ? არ ვიცი, ვერ გეტყვით. პოზიცია ჰქონდა, მაგრამ შინაარს ვერ გეტყვით. აღიარეს თავს? ვერ გეტყვით. თქვენ დასასრულპირები რა შეეხება? არანაირი კომუნიკაცია მათთან არ მქონია, შესაბამისად ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. ინტერპოლის ძებნილები იქნებიან ეს პირები? ვერ გეტყვით, ბრალდების მხარე მომავალში რას იზავს ვერ გეტყვით. ბატონზეა, ისინი სახალგორიდან არიან, დაგემშვიდობებით, ძებნილები თქვენ დასასრულპირები. ვერ მოგაწყვით ვერანაირ ინფორმაციას. გაუთქმელობაზე გაუთხელი მოწერილი? როგორც მოისმინეთ, თამაზ გოლოევს ადვოკატი არ ჰყოლია, მან გადაწყვიტა საკუთარი პოზიციები თავად დაიცვა სასამართლოში პირს, რომელსაც რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობას ედავებიან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ კი ბრალი მას დაუმტკიცდება.